ანონსმა მე პირადად ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა. მეც გამახალისა და ვხვდები რომ ძალიან საინტერესო საიმედო ტური გველოდება, მით უმეტეს ჩემთვის რაღაც ბათუმელისთვის თბილისის ძველი უბნების ნახვა ორმაგად საინტერესოა. შენ გაგიკვირდება და თბილისელი ნანიკოსთვისაც ძალიან ბევრი აღმოჩენა იყო. სწორედ ის დღეები, როდესაც ვიღებდით. ჩვენ ვიყავით ძველ თბილისში, ვიყავით პუშკინის ქუჩაზე, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩაზე, ვერცხლის ქუჩაზე, ეთიმ გურჯის ქუჩაზე. მოკლედ ყველაფერი ის ვნახეთ, რაც პრინციპში ვითომ ჩვენია და მივიწყებულია და ამ დროს ძალიან საინტერესო და ახალია. მე მგონი მეც აღარ ვიტყვი, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი ქალაქი და არა მარტო ჩვენი ქალაქი, ქვეყნის რესურსი ამოუწურავია. რამდენჯერაც არ უნდა გახვიდე ქუჩაში, სულ ახალ რაღაცებს აღმოაჩენს. მე მგონი ჩემ ლაპარაკს ჯობია. პირდაპირ საიმედო ტური ვნახოთ. თბილისიდან მოგესალმებათ. თამთა, ალბათ დაკვირვებული ხარ, ძალიან ხშირად ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ყველა კუთხის რესურსი ამოუწურავია. ასე მაგალითად, სხვადასხვა კუთხეში რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი და სულ მუდამ ვამბობთ, რომ ჩვენ ხომ აქ ვიყავით, მაგრამ სულ ახალი რაღაცები გვხდება. კი, ამ შემთხვევაში თბილისიც რა თქმა უნდა ამოუწურავი ქალაქი არის. მაგრამ ეს არის ტური, სადაც ჩვენ არ მოგვიწევს იმაზე ზრუნვა თუ საწავიდეთ, რომელი საინტერესო ადგილი შევარჩიოთ. ამ საქმეზე იზრუნებენ პროფესიონალი გიდები. ერთი გიდი მე შემხვდება, მეორე გიდი ნანიკოს. ვინდა გვხვდება ამ ლოკაციებზე, ამას უკვე მაყურებელთან ერთად ვნახავთ. შენ იქით მე აქეთ. ავეთ. დროებით. გონი უკვე ხვდები ვინ იქნება ჩემი გიდი ზურიუს მოგესალმებით ნანიკო როგორ ხარ შენ არა მიშავს მე რატომღაც ვიცოდი რომ შენთან იქნებოდი არა მე არ ვიცოდი როგორი პარადოქსული ზარ უნდა იყოს დღეს ბრიტანელი ლოკალური გიდი მეყოლება რომელიც ჩემ ქალაქს გამაცნობს წამყვანი სამყაროში უკვე გაგიცანი ბევრი მსმენია შენი ტურების შესახებ აქ პირიქით მეუბნებიან რომ ეს გიდი რო ხარ კაცო და ტელევიზიაში რა რომ შეტრიალებულად პირიქით აქ უკვე შენ ალბათ გცნობენ იმიტომ რომ წლებია უცხოელ ტურისტებს აცნობ ძველ თბილისს ჩემზე კარგად იცი ხო თბილისი არ ვიცი ვნახოთ ნახოთ უფასო ტურები ასე რომ ფულსაც არ წაგა არ გადამახტევინებ კარგი წამოდი ეხა სად ვართ? ეხლა ჩვენ ვართ თავისუფლების მოედანზე და ძირითადად როდესაც სტუმრებს ვუხსნი რომ Freedom Square და Liberty Square-იც ერთი სკვერი, აი ეს მოედანია. დასაწყისში ძირითადად საუბრობ ხანდახან ჩემს საკუთარ თავზეც, იმიტომ რომ ამჩნევენ რომ მე არ ვარ ქართველი, ალბათ უკვეთ, ხო? ალბათ უკვეთ, ხო და ეგრევე ვეუბნები ხოლმე მე ვარ ჯოზეფ ალექსანდრე სმიტი, ბრიტანეთში დავიბადე, აქ ვცხოვრობ 2012 წლიდან. და ვარ ასე თუ ისე ადგილობრივი. მაგრამ აი გიდობა ეს კიდე ცალკე თემა არის. ქალაქი კარგად უნდა იცოდე. ხო, კარგად უნდა იცოდე, ასევე უნდა გიყვარდეს ძალიან შენი ქალაქი. ანუ ეხლა ჩვენ სტანდარტულ ტურში მივიდივართ, ხო, რასაც ჩვენ ძირითადად აკეთებ უცხოელებთან ერთად. უცხოელი ნანიკო მიდის თბილისის დასათვალიერებლად. წავედით. ძველ თბილისში ტურზე არ ვყოფი ვარ, მართ არის ამ მშრალი ინფორმაცია რაღაცებზე ამომიკითხავს, თუმცა ასე ცოცხლად ქუჩებში არ მივიდე. აგურ ბზარ გავივლით რაღაც. აი ერთი სული მაქვს და მოდი დავიწყოთ. წამო, ასე. ძილომრებს ვაჩერებ, ოღონდ მოედანს ვუყურებთ. ასე უნდა დავდგეთ. კი, ასე უნდა დავდგეთ. ის სწორი ხაზი რო არის ამ შენობები არის აგებული ძველ გალავანზე. აქეთ ძველი ქალაქი არის. აქეთ უკვე ასე ახალი ქალაქი, რომელიც აშენდა რუსეთის იმპერიის დროს. აქ იყო დიდი უზარმაზარი ოპერა, მაგრამ მერე დაიწვა და უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ ეს წარმმნიშვნელოვანია, რატომ? იმიტომ რომ ეს მე-19 საუკუნე იყო თბილისისთვის რაღაცა ოქროს ხანა. ისე ერთი ლეგენდა არის, შეიძლება მეც რომ მოვყვე, რაც ვიცი, აქ მოდიოდნენ მამაკაცები, რომ ქალის კოჭი დაენახათ, იმიტომ რომ ხო, აქ პეტლები ჩერდებოდნენ და ქალები ამ თავის ძალიან ლამაზი კაბებით მუდმივად ადიოდნენ ნედლზე და სწორედ ამ დროს უჩანდათ მათ კოჭები.
ეს არის ძალიან მაგარი მონუმენტი. დააკვირდეთ, ნახე, რამდენი დროშაა. და ეს დროშები გამოდიან, ასე ვთქვათ, გალიიდან რაღაც თითქოს თავისუფლება მიილტვის და რაღაც ააკავებს, მაგრამ ეს მაინც იწევს რაღაცისკენ რა. ეს მე ვიცი რაც არის. რამდენი ტურისტი ყავს მოტყუებული ამ ისტორიით? ეს არის დაუსრულებელი პოლიციის შენობა, ხო და უბრალოდ ყველა ტურისტი რომ გამოივლის აქ აშტერდება ამას რომ გონიათ რომ აქ არის რაღაცა ეს სტრიტ არტული რაღაცა კოსმიური შეჯახებები და მოგეთ ამ და ამიტომ რაღაცას ვიგონებ ხოლმე და საბოლოო ჯამში მე ვუყვები ამ ისტორიას რომ როცა აღარ ააშენეს ეს შენობა და აღარ დაადგა საშველი პოლონელი ქუჩის არტისტები სტრიტ არტისტები რო ვიძახეთ გამოჩნდნენ და დაკიდეს ეს დროშები. ეს თუ გადაიქცა თბილისის ღირსშესანიშნაობად, ესე იგი ზურას დამსახურებაა. და მე ალბათ იქნება მუზეუმი. შეგნე და ძალიან ბედნიერიც ვიქნები. ეხლა უკვე ქალაქის ძველ გალავანთან ვარ. აი აქ არის ძალიან საინტერესო რამ. აქ იყო ადრე ქალაქის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, შემოსასვლელი და აქ არის სტელა, ასე ვთქვათ, წარწერა არაბულ ენაზე. ყოველთვის უყვერთ ხოლმე რომ არა ესეთი წარწერები გვაქვს რატომ ჩვენ არ ვართ ისლამური ასე ვთქვათ ქვეყანა, ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა. თუმცა არა ვართ ხო, რომ კი და ამაზეც ყვები ხოლმე ჩვენ სტუმრებს რომ 2 საუკუნის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ასე ვთქვათ არაბების მმართველობის ქვეშ, აქ ამირი ყავდა თბილისში ცხოვრობდა და ეს იყო ძალიან ახლო კავშირში არაბულ სამყაროსთან. ისე სხვათა შორის ჯოზეფ ჩემ დროს სკოლებში არაბული ენა ისწავლებოდა როგორც მეორე ენა. კი, და რამდენიმე რაღაცის დაწერა ასო ანუ მახსოვს. ჩემი სახელი ყოველთვის მახსოვს როგორ იწერება ა არის AS, ეს არის N. თუმცა ახლა მე ძალიან გამიჭირდება. ეს არის A. ეს არის H, არის აქ და W და A. და დანარჩენი არ ვიცი. ფოტოთა წაშლილია. არაბულ ენას აქვს ძალიან დიდი გავლენა ქართულ ენაზე. ძალიან ბევრი ტერმინი არის ქართულში, რაც არის არაბული წარმოშობის სიტყვები. მაგალითად, ყავა თავისთავად, რა თქმა უნდა, ყავას გავს. ჩაი, სადაც არის შაი. ძალიან დიდი გავლენა გვაქვს ნამდვილად. გავიდეთ ძველ ქალაქში? წავიდეთ. სხვათა შორის შენ ახლა უნდა გასწავლო მე შენ როგორ გაარჩიო ძველი და ახალი სახლები ერთმანეთისგან. ანუ აგურებს დააკვირდი. აგურებს დავაკვირდი და ეს არის მინიშნება. კი, აგურებია მთავარი. რატომღაც მგონია რომ მუქი არის უფრო ძველი და შედარებით ღია ფერის არის უფრო ახალი. იგივე აგურია აქაც ღია ფერისა. არა, შეხედე. ეს არის უფრო თხელი. დააკვირდი? და იქით გახედე იმ აგურს. ის არის სქელი აგური. რო შეადო რომ დაახლოებით ის კი არის 1.5 2-ჯერ მეტი. ეს არის სპარსული ტიპის აგური, ანუ მაშინ მზადდებოდა თიხანარევი მასალებისგან და არის უფრო თხელი. და შემდეგ უკვე მე-19-ის ბოლოდან და მე-20-ის დასაწყისიდან უკვე შემოვიდა აი მეორე უფრო სქელი ტიპის აგური, რომელსაც მე-20 საუკუნის განმავლობაში მთელი დღესაც ამას ვხმარობთ. ანუ ესეთი აგური თუ შევხვდა ვივარაუდო რომ სახლი არის გაცილებით ძველი. სადღაც 1 საუკუნით ძველი მაინც გამოდის. ყოველთვის ვეუბნები უცხოელებს, რომ შეგიძლიათ კედლები გაარჩიოთ ამით, რომ რომელი როდის არის აშენებული. ანუ ეს არის, რა თქმა უნდა, კომუნიზმამდელი. არა ჩვეულებრივი რჩევა, გავაგრძელეთ გზა. გავაგრძელეთ. ახლა წამოდი, აი ასე წავიდეთ ჩვენ. ახლა ჩვენ ვართ გალავნის. სანამ მეტყვი ეს ყვავილები მე მიყიდე და არ მაძლევ? შენთვის არ ვიყიდე. ახლა ჩვენ მაგარ ხალხს უნდა ვაჩუქოთ, ხა ცოტა ყვეთ ეს კი აქვე ცხოვრობს. მაგრამ ერთს გაჩუქებ თუ გინდა, აი ეს ყველაზე ლამაზი რაც არის ერთად. ძველ თბილისში ყვავილით უნდა იარო. აჰა. ძალიან კარგი. აჰა. მოვედით ესე იგი ჩვენ ძველ თბილისში. ნახე რა ლამაზი შენობა ეს. აივანი, როგორი ლამაზია. მოგონი მარტო ძველ სახლებს აქვს ესეთი. კი, ასეთი აივნები ქონდა ძველ თბილისში, ანუ ძველს ვამბობ, ერეკლეს დროინდელ და შუა საუკუნეების თბილისში ქონდა ყველას. მე-19 საუკუნეში აივნები შეატრიალეს და გააკეთეს უკვე ეზოში. გარედან ძირითადად აქვს ევროპული ფასადები, ალაგ-ალაგ თბილისური ორნამენტებით და უკვე ეს აივნები რაც იყო გარეთ, გაიშალა, ესე წრიულად ან ოთხკუთხედად. ჩვენ რო იტალიურ ეზოებს ვეძახით და მაგასაც გეტყვი მე რატო ქვია ამას იტალიური, შემდგომში არაფერი იტალიური ეზო არ არსებობს. აქეთი. წავედით. რა სილამაზეა.
ძალიან ლამაზი ყვავილი კი არის, მაგრამ არ ვიცი ეს რა ყვავილია. მე როგორც მგონია ეს ვარდ კაჭაჭას რომელიმენაირ სახეობა იქნება ნიკოლოზ სტულკიძე შენ რო აქ იყო ხო ხა გვეტყოდი აი სულ ჩამოთვლიდი ერთი 40 ყვავილის სახეობას თუმცა გვაკლი ხარ ჯოზეფ მნიშვნელობა არ აქვს რა ყვავილია მთავარია თავად ლამაზი იყოს კი ახლა აქეთ აი ახლა განახებ მე შენ ტიპურ თბილისურ ეზოს არ მაქვს ეს სეზონა ნახე. ვიცი არც ბევრსაც არ აქვს ნანახი მოკლედ ახლა ამის ისტორია რა არის ცხოვრობდა ერთი ოჯახი სომხური ოჯახი იყო მთლიანად პირველი სართული იყო თავლების ცხენების და ძროხების და ანუ თავისი მეურნეობა ჰქონდათ ექსპროპრიაცია რო დაიწყო კომუნისტების დროს და გასახლება აი მაშინ უკვე დევნის დროს წავიდა ეს ოჯახიც და შეასახლეს სხვებიც იყო ჩვეულებრივი ტიპიური კომუნალკას რო ეძახით ხო ანუ კომუნალური საცხოვრებელი ეს ხმაური რო შეიქმნა უკვე ეზოებში ხო შეადარეს ეს ხმაური და ყაყანი იტალიურ რაღაც კოდს და იტალიური ეზო წამოვიდა ამ ტერმინიდან. აქედან წამოვიდა. არქიტექტურულად არავით არ კავშირში არის. ეს იმდენად შთამბეჭდავია ზო, იმდენად ლამაზია, მე ძალიან მაინტერესებს ნეტო ჯოზეფის თუ შემოიყვანდა ნანიკოს, შენი აზრით. წესით შემოიყვანდა, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მრავლის მთქმელი ადგილი. ძალიან საინტერესოა, გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ჯოზეფ, მე მგონი მართლა ძველ ქალაქში ვართ, იმიტომ რომ ასეთი მანქანები თუ დადიოდნენ, აღარც მეგონა. გამარჯობა. ძალიან მაგარი მანქანა ყავთ. როგორ მოიყვანეთ აქამდე? კარგად დადის? რამდენს სვავს? ერთ-ერთი მისი არის მანქანა. ეს არის ზვიად გამსახურდიას ყოფილი. ზვიად გამსახურდიას ყოფილი. თქვენთან საიდან მოხვდა? დაცვაში ის და გაყიდა ისამ მოჩიტის უკან. 3-4 თვის უკან გაყიდა და თქვენ იყიდეთ? აი მე ერთი ფოტო უნდა გადავიღო ზვიად გამსახურდიას მანქანას, ასე ხშირად ვერ ნახავ თბილისში. ჯოზეფ, მოდი. ეს არის ზვიად გამსახურდიას მანქანა, რომელიც დაცვამ გაყიდა სულ 3-4 თვის წინ. აჰა, ყველა ვართ, შემოდი. აბა, წარმატება. ამბობთ კენთაში. მოდით ჩვენ სანუკვარეზოში რა ლამაზია. ძალიან ლამაზია და სტუმრებს ძალიან უყვართ ხოლმე. ეს არის ძალიან ძველი სახლი და აქ ძალიან კარგად ჩანსა ის მორთულობა. აქ ჩვენ ისეთი ხუმრობა გვაქვს ხოლმე. Facebook-ი სანამ არ არსებობდა, აქ თბილისში იყო აივანი G. ანუ ნამდვილი ეს სოციალური ქსელი. ავიდეთ ნელისთან. ავიდეთ. ნელი! არა უშავს. აროშავს. ყოველთვის რაღაცას ალაგებს, ყოველ ძალიან არა ჩვეულებრივად, თავად როგორ ბრძანდებით? ერთხელ როცა შეამჩნიეთ, რომ ესეთი დაღლილი სახით მოვედი აქ ეზოში და ყავაზე დამპატიჟეთ. ესეც მინდა გაჩუქოთ ყვავილები, მადლობების პირიქით, თქვენ მადლობა, რომ აი ესე შთაბეჭდილებას ქმნით თბილისზე, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ეს მართლა, ერთობა, სტუმართმოყვარეობა, ყველა კარი ღიაა და მე მგონი ყველაზე კარგი სავიზიტო პარადი ქალაქ თბილისისთვის ხართ თქვენ და თქვენ არის არაჩვეულებრივი ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი მთელ თბილისში, არა მარტო ზოლ თბილისში. ტურისტები. Extra cipam nihil cogito nos lacrimare. თუ სწორად წავიგეთ ლათინურად, რანაირად ამოიკითხე. ან როგორ დაინახე, რა წაიკითხე. და შენი თვალებიდან ცრემლი გადმოსვლიდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხს ჭრი. ეს არის რეზო გაბრიაძის სიტყვები. და ტურისტებს ეუბნები, რომ ეს არის ქართული დალოცვა. წამოდი ახლა გაჩვენო აქ ქალაქის ყველაზე პატარა საათი. ქალაქის ყველაზე პატარა საათი. აბა ნახე, სად არის? აბა.
აქეთ არის სავარაუდოდ და არის აქ. ოჩა 2016 წელს არის გაკეთებული ეს პატარა ადგილი, რომელიც ძალიან წააგავს ვენეციის კოშკს. თორე აქ წმინდა მარკოზის გამოსახულება. და აქ წერია დედამიწის წონა, რომელიც არის 5.97226 და მე 24.0 აქვს და კაციშვილმა ვერ ამოიკითხა რატო ადამიანს. 24? და აქ წერია ახტი გაიგე რამდენს იწონდა ჩვენი პლანეტა შენს დაბადებამდე და ეს რო ვაკეთებ ხოლმე მე ხალხიც. შენ ახლა ისე გამატარე ძველი თბილისი, რომ მე ბევრი რაღაც დამამახსოვრდა. იცი რატო? იმიტომ რომ გართობის ხერხები გაქვს მოფიქრებული. ვიარო ხოლმე შენ სტორებში გამაცნობ ჩემს. კი, როგორ დიდი სიამოვნებაა, როდესაც გაგიხარდება, მოგზავნე. დიდი მადლობა. შენ ხარ ბრიტანელის ხელში ჩასახლებული ქართველი, ხო? იმიტომ რომ როდესაც ჩვენს ქვეყანაზე, ანუ შენს ქვეყანაზე საუბრობ, ყოველთვის ჩვენ ქართველები, ჩვენი საქართველო, ჩვენობით საუბრობ ხოლმე, ხო? პირველ პირში და რატო მართლა ქართველი ხარ მგონი, ხო? არ ვიცი, მე ბრიტანელი ქართველი ვარ, ალბათ უბრალოდ ეგრე ვიტყოდი მე, მაგრამ ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ მაქვს ესეთი ახლო ურთიერთობა საქართველოსთან, აი ეგრევე როცა ჩამოვედი, ეგრევე შევეჭვიე ყველაფერს და ხო, რაღაც ჩემთვისაც რაღაცა მისტიკა რატომ ვარ, მაგრამ ნუ რა ვიცი. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქართველი ანალოგი ხო, ეს იქნებოდა ვიღაც ლერი კვარაცხელია. ზუსტად ვიცი. აი თავისთავად მეგრელი. ოღონდ თბილისელი მეგრელი. რატო თბილისელი, რა დააშავეს ადგილობრივმა მეგრელებმა? ანუ მეგრულად ისე კარგად ასაუბრობს ის ლერი და მაგრამ მაინც დადის ქელეხებში და ასე შემდეგ. როცა მოუწევს. იცნობდეთ ლერი კვარაცხელია, თბილისელი მეგრელი. ჭკიროპოა. მორტია ჭჭყიტია. მოკლედ აი, ყველაზე მაგარი გიდი მყავს სოფლიოში. ლერი? ხო. ქართული სიმღერაც გეცოდინება? ქართული სიმღერა? გულს რად მიკლა? მე სიცოცხლე ჯერ არ დამიმთავრებია მე ხომული ვიხედები გული ჩემი თვალებია. ძალიან დიდი მადლობა ამ ტურისთვის. აი არ ვიცი, ძალიან ვისიამოვნე. ცირისი გაკეთება მომინდა. აი ზურა მადლობა. მოიცა? ერთი ამდო ჩამოგჩემე. სხვადასხვა ერთხელ ვცადე და ავილეწე და მოდი აქ. არაფრის. უნდა დავიწყო